წავალ, ჯერა მერე იტყვის ქალი, შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად. ადამიანს ამირის მერე იწყებ იმაზე ფიქრს. რა როგორ შეიძლება და ყოფილიყო რა. მისი ცხოვრება ერთი დიდი კინოა, სადაც იყო დიდი სიყვარული, განშორება ნიკო გომელაურთან, ოჯახის შვილების შეხვედრა, ახალ სიყვარულთან ნიკოს დაკარგვა. იყო პერიოდი, როდესაც ეკანიჟერაძის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეებიც დადგა. იცოდნენ რომ გავიკეთე ბიოპსია და ჩემმა შვილებმა ძალიან დიდი სტრესი გადაიტანეს. როგორ გაიარა ეს გზა ეკანიჟერაძემ და ვინ იდგა მის გვერდით ყველაზე მძიმე წუთებში, ძლიერი ქალის ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები იმედის პირდაპირ ეთერში. ამდენად ეხლა მე რასაც ვამბობ გულწრფელი ვარ და ამიტომ სორი ნათქვამია რომ მიყვარხარ ლანა. შენ კი ხედავ სუსოია. ქალბატონმა ლანამ გზა გამიკვალა კინემატოგრაფში. ძალიან კარგად და ტკბილად ვიხსენებ იმ დღეს. ხალისიანი რაღაცნაირი უდარდელი დრო იყო. თქვენი საყვარელი მსახიობები თქვენ საყვარელ რეჟისორზე, ლანა ღოღობერიძე, რაც აგონდება და როგორც აგონდება. არასდროს არ დამავიწყდება ორჯერ მთელი დარბაზი რუსთაველის ფეხზე ადგა და ეს ოვაციები მოიყავს ეს დაუვიწყარი წუთებია. ლანა ღოღობერიძე, კინო, წიგნები, მხატვრობა, პოლიტიკა და დიდი სიყვარული. კინოზე არასდროს მიფიქრია, იმიტომ რომ თავს მახინჯებს ვთვლიდი. რამდენ კასტინგზეც არ წავედი, იმდენჯერ დამიწუნეს. ფანი არდანი, პირველი როლი, პირველი სიყვარული, სამი ქალიშვილი და კავკასიური ფესვები. ეროვნული კინოცენტრის სტუმრის მოგზაურობა საქართველოში და მისი სიყვარულის რითმები. დღეს იმედის პირდაპირ ეთერში.